ალბათ ბევრ თქვენთაგანს გაგიგიათ ვარიკოცელე, რომლის გამოვლენა მამაკაცებში ხშირად უშვილობის დროს ხდება. რა არის ვარიკოცელე და იწვევს თუ არა ის მამაკაცებში უშვილობას ან რაიმე სახის სქესობრივ დისფუნქციას. ამის შესახებ ახლავე მოგიყვებით. მანამდე კი გავარკვიოთ რა არის ვარიკოცელე. ვარიკოცელე ეს არის სათესლე ჯირკვლების ვენების გაფართოება, გაგანიერება, რომელიც იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას სათესლე ჯირკვალში. მამაკაცების დაახლოებით 15-20%-ს აღენიშნება ვარიკოცელე, ხოლო უშვილო წყვილებში მამაკაცების დაახლოებით 30-40%-ს. ვარიკოცელე უმეტესად მარცხენა სათესლე ჯირკვალში გვხვდება მისი ანატომიური და ფუნქციური თავისებურებების გამო. რა სიმპტომები ახასიათებს ვარიკოცელეს? ვარიკოცელე შეიძლება იყოს უსიმპტომო, მამაკაც არანაირად არ აწუხებდეს და შესაძლოა მამაკაც ჰქონდეს გარკვეული დისკომფორტი სათესლე ჯირკვალში ან ტკივილი. გარეგნულად ვარიკოცელეს დანახვა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა ზოგ შემთხვევაში მამაკაცები აღნიშნავენ, რომ სისწარღვები არის უფრო მეტად გამოხატული და გაფართოებული სათესლე ჯირკვალზე. რაც შეეხება იმას, მოქმედებს თუ არა ვარიკოცელე სპერმის ხარისხზე, ანუ მამაკაცის განაყოფიერების უნარზე. მოგეხსენებათ, რომ სპერმატოგენეზი, ანუ სპერმატოზოიდების წარმოქმნა ხდება სათესლე ჯირკვლებში, რომელიც მდებარეობს სხეულის გარეთ და არა მუცლის ღრუში. ამიტომ მასში ტემპერატურა დაახლოებით 2 გრადუსით ნაკლებია სხეულის ტემპერატურაზე. ხოლო ნორმალური სპერმატოგენეზისთვის საჭიროა სწორედ ის ტემპერატურა, რომელიც არის სათესლე ჯირკვალში. ანუ დაახლოებით 2 გრადუსით ნაკლები ვიდრე მუცლის ღრუში. და სწორედ ამგვარი ტემპერატურული რეჟიმი აუცილებელია იმისათვის, რომ ნორმალური სპერმატოზოიდები წარმოიქმნას. ამიტომ, როდესაც სათესლე ჯირკვალში ვენა გაფართოებულია, ირღვევა ტემპერატურული რეჟიმი და შედეგად ითრგუნება სპერმატოგენეზი. სპერმის ხარისხი უარესდება და ზოგ შემთხვევაში ეს იწვევს უშვილობას. მაშასადამე ვარიკოცელე ასოცირებულია უშვილობასთან მამაკაცებში, თუმცა არა ყველა შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს ვარიკოცელე, მაგრამ არ ჰქონდეს უშვილობა და პირიქით. როგორ მკურნალობთ ვარიკოცელეს ან უშვილობას იმ შემთხვევაში, როდესაც მამაკაცს აქვს ვარიკოცელე? როგორ ისმება ვარიკოცელეს დიაგნოზი მამაკაცებში? დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის ჩივილებს, ანამნეზს, მის რეპროდუქციულ ისტორიას, ეკოსკოპიური კვლევის და დოპლეროგრაფიის მონაცემებს. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სიმპტომატიკაზე. რამდენად მწვავედ აწუხებს მამაკაცს ტკივილი ან დისკომფორტი, როგორია მისი რეპროდუქციული ისტორია, ხომ არ არის უშვილობა. უმეტეს შემთხვევაში, თუ ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არ ახდენს გავლენას მამაკაცის ჯანმრთელობაზე, მკურნალობა არ სჭირდება. თუმცა საჭიროა დაკვირვება პროფილაქტიკის მიზნით დინამიკაში. მედიკამენტოზური მკურნალობით შესაძლებელია ისეთი სიმპტომების შემსუბუქება, როგორიცაა სხვადასხვა სახის დისკომფორტი და ტკივილი. ვარიკოცელეს მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციული ჩარევით, როცა ხდება ქირურგიული წესით გაფართოებული ვენის გადაკვანძვა. თუმცა ოპერაციული ჩარევის დაგეგმვისას აუცილებელია გავითვალისწინოთ მამაკაცის რეპროდუქციული ისტორია და მისი გეგმები. როგორია სპერმის ხარისხი, ხომ არ არის ის მნიშვნელოვნად გაუარესებული, ან პირიქით სულაც არ არის შეცვლილი. ამიტომ აქ აუცილებელია ჩაერთოს ექიმი რეპროდუქტოლოგი იმისათვის, რომ ქირურგ უროლოგთან ერთად მოგცეთ სწორი რეკომენდაციები და სწორად დაიგეგმოს ოპერაცია.